მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ გადავწყვიტე ვიდეო ლაივი ჩამეწერა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ეს არის ისტერიკა არის ახლა საქართველოში და ერთი მხრიდან მეორე მხრიდან რაღაც ბუდვები ისმის და ძალიან მოკლედ მინდა გავცემ ყველაფერს პასუხი ვცლათ მე ვისაუბრებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს დღეები არ მქონდა ვიდეო ლაივი, ჩემი გრადული პრობლემები მქონდა, რაღაცა ყველას აგვაქვს ჭირი ხინი და ნამდვილად არ მქონდა არც თავი, არც ხალისი რა, ჩამეწერა. ახლა მინდა რომ ეს მოკლეზე უპასუხო ამ ყველაფერს. და დანარჩენი შემდგომ გავყვეთ ისე როგორცაა გასაყოლი ამათ კლოუნადას. მე თავშივე მინდა ვთქვა რომ ეს კლოუნადა რაც მიმდინარეობს წულუკიანის კომისიის სახით, ესა ცირკი უბრალოდ დადგმული ცირკი არის, ამას სხვა სახელი ამ ყველაფერს არ ქვია, რადგან ეს წესი და რიგით ეს უნდა იყოს ტრიბუნალი უნდა იყოს, რომელიც ტრიბუნალით შესაბამის დასკვნას დადებს და მოღალატეებს და ქვეყნის მავნებლებს მიაყენებს კედელთან და გამოუტანს რაც ეკუთვნის მოღალატეებს. იქნება სიკვდილით წესი და რიგით სიკვდილით დასჯა ეკუთვნის ტრიბუნალიდან გამომდინარე. აი ამდენ გველს და ამდენ ქვეწარმავალს ესა, მაგრამ ესა ახლა ზედაპირული განხილვა მიდის, რომელიც საზოგადოებამ ისედაც იცოდა ეს ყველაფერი. თუმცა ახლა როდესაც თანამდებობის პირები თავისას ამბობენ და ეს ამას სხვა რეაქციები აქვს საერთოდ. ეს ბუნებრივია, რომ ასე იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ცირკი. სხვა არაფერი, რომლის მიზანიც არის ნაციონალური მოძრაობის და მისი ანასხლეტების აკრძალვა ქვეყანაში. გასამართლება კი არა. აკრძალვა ფურცლის დონეზე, კახალდის დონეზე იქნა აკრძალული და მე ნაცები შექმნიან ისევე ახალ პარტიას დაარქმევენ ისევე ბაცებს და გაგრძელდება ეს ცხოვრება. ამიტომ ნურავის მოგეკნება სერიოზული მოლოდინი ამათი ტრიბუნალზე მიყენების, იმიტომ რომ რაც უკვე აქამდე არის ამ იმაში ოფიციალური პირებიდან ოფიციალური განცხადებები, ეს მილიონჯერაა უკვე საკმარისი იმისთვის, რომ ესენი იქნენ კედელთან მიყენებული. მაგრამ აი ეს შედეგი არ იქნება. აი დღეს რატო გეუბნეთ ის რატო არის ცირკი? აი ქვეყნის ქვეწარმავალი ერთი და მთავარი მევახშე გამოუბედურებელი, რომელიც არაფრად თვლის ამ კომისიას და არც კი კადრულობს იქ მივიდეს 50,000 ლარიანი ჯარიმით გამოძვრა. ანუ ეს ერის გამოუბედურებელი, ეს 21 საუკუნის კაჟაია ბულავა, ეს ჩათლახი ეს 50,000 გადაიხდის და ახლა სროკი მოიხადა ამან ისე რომ საერთოდ ერთი დღე არ მჯდარა ციხეში და რა პრობლემა არისო, კაცო, გავასამართლეთ და დამნაშავეაო და ახლა 50,000 გადაიხადა და მოეხსნა პასუხისმგებლობა, კაცო, მოხდა აბა ახლა 50,000, მაგია 10ჯერ 50,000 და 100ჯერ 50,000 გადაიხდის, ოღონდ თავისუფლება რა უყვეთ. ამიტომ არის ეს ყველაფერი ცირკი, ჩემო გარგებო. და საერთოდ აი ამ კომისიის წევრებს მინდა უთხრა, აი თვითონ წულუკიანის თამადობით და ეგ სუბარი და დანარჩენები რო არის. სირთაჯობო, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. ისე უწარმართავთ ამ კლოუნადას, სულ თქვენ არ იყრებით ხელისუფლებაში და სამშობლო სახელმწიფო არ დაზარალდეს. ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ მაგისი, რომ როდესაც ერის და ქვეყნის ბედით თამაშობთ, ისეთი პროცესები მიმდინარეობს და ისეთი ხმები ისმის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ისეთი ამბები მოდის იქიდან, რომ თქვენ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ, როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ დაუშავა ქვეყანას, 10 იმდენი ახლა უკვე თქვენ დაუშავთ. კარგად იფიქრეთ მაგაზე, რომ ამ თქვენ პოლიტიკურ კლოუნადას სამშობლო არ გადააყოლოთ. თუმცა გადაყოლებულია, ჩვენი ქვეყანა ნაცკოცობის იმას თამაშს გადაყოლებულია და საბოლოოდ არ დაასამაროთ რა. ამის თქმა მინდა, რომელსაც მომავალში ვერავინ ვერ გამოასწორებს თუ არა. თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ, არავის გამსამართებლები არ ახართ. ეს გჭირდებათ კლოუნადად. და გააგრძელეთ ეს კლოუნადა, მე ჩემ გვერდზე ავტვირთავ ამას ყველაფერს არქივად. ამ დაკითხვებს ამ პრობლემებს, რომ მერი არ მოხდეს, რომ უცებ არქივები არ გაქრეს და ხალხს არ კონდეს ისა მოკლე მახსოვრობა რო გააჩნიათ. ახლა აღარა იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ზედაპირული დაკითხვა რაცა ამ გველებთან, ამ მოღალატეებთან და ამ ქვეწარმავლებთან ერთად, იმას რა ქვია, 12 წელიწადია, 13 წელიწადია კოჰაბიტაციაში რო ხართ და სარეცელს რო იცვლით ლოგინში. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. ეს კიდე ცალკე თემაა და ეს კიდე ცალკე დამნაშავეზე ხელის დამფარებელი, იგივე დამნაშავე არის და ოდესმე მოვა ოდესმე ქვეყანაში ისეთი ძალა, რომელიც მოღალატე ნაცებს და ნაცებზე ხელის დამფარებლებს ამ კლოუნადის მოწყობებს ერთად გაგასამართლებს.
დადგება, იმედია დადგება ეს დრო. ახლა რაც შეეხება, რასაც მინდა გამოვეხმაურო. კონკრეტულად ამ მიმართულებით მინდა ყოფილი სამხედროებიო აწმუტუნდენო, რომ რუსეთიო არისო ოკუპანტიო და რუსეთმაო დაიწყო ომიო და ახლა ეს ნაციონალური მოძრაობის და ამათი ლიბერალისტების უკნიდან განათლებულების პოლიტიკა ხო მთელი მათი არსებით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ლანძღვაზე და აგინე რუსეთს აქცია შენი ქვეყანა. ამათ თავში ხომეტი არაფერი არა, ამით რუსოფობიით ფინანსდებიან და რუსოფობიით ცხოვრობენ და გადაჭრელებულია გვერდები, სპეციალის დაკითხვა იყო თუ ისი იყო ეს მოღალატეები და თურმე ჩვენ ჩვენი გმირი გოგავა და მსგავსი რაღაცეები რა, 1000 სიბინძურები, ახლა ამ ისტერიკაზეა ატეხილი და მონახეს ვიღაცა ფორმიანი, ვიღაცა ძუკნები, მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ტახტები, ვიღაცა იმაში გაქცეული, რა ქვია, სადღაც უკრაინაში წასული ნაციონალური მოძრაობასთან ფულის საშუალებლად როა წასული ხალხი, აი გეტყვით მაგაზე ყველაფერს, აი ელემენტარულად, ხო? აი ეს ვიღაცა ძუკნა და სამხედრო სადაა ამას ღირსება და ეხლა გაახსენდა თურმე ღირსება და უარს ამბობს და 2008 წლის ომიო არისო რუსეთისო პასუხისმგებლობაო და მე არ ვიცი ახლა ფორმას იხდის თუ რაშვება არ ვიცი თურმე სამხედროების მიზან მიმართული შეურაცხყოფა მიდის და თურმე ეს მდედრი თურმე შეურაცხყოფილია და სამხედრო პოლიტიკურ ან ახლა მას პატარა მოზგი კი არა, უფროსი ოფიცერი ყოფილა, უფროსი ოფიცერი. რა გამოხდა ახლა თურმე და ამბობს თურმე რომ სამხედროები არის შეურაცხყოფილი. და იძახის ამას. აქ კიდე მეორე ერთი სირი არის, ხაჯაია გვარად, აი ეს ჩამოყალიბებული დისლა ეს სამხედრო დრომოა, თავი. ეხლა ჯერი საქართველოში რაც აქვს ნასაქმები დანაჭამი და რუსეთის პასუხისმგებლობა არის და ეს რაღაცა სიბლა კიდე შაიშმელაშვილი, ეს ურია გაქცეული იმაში, რა ქვია. იაკობაშვილის არ იყოს ახლა იმაში როა შეპარებული და ეს ამურიებს ნიჭი აქვს თავი დააღწევ ქვეყანა დააქციო დააზარო მე გაიქცე და წივის და ეს სირი ისე სხვათა შორის ამ პიტალოს მინდა უთხრა რაც პოსტებს მიძღუნის იქ მე და ჩემს ძმას ეს ბავშვების წარუმდაჭია სხვათა შორის შემჩნეული ეს ახვარი და იქაც უკრაინაში სხვათა შორის აი ეს შენ ხო არ ახარ შემთხვევით მარადიორობაში ეს რა ქვია რო ჩაგავლეს და დაგიჭირეს. შენ არაკაცო, შენ კაცის ჭიროდი, შენ ვის რა უნდა უთხრა. შენ სამხედრო და მეომარი და მებრძოლი კი არა, ადამიანი არა. ხა ერთი კლოუნი. იქით ცალკე ერთი ხელით რუსეთს ებრძოლება და აქეთ მეორე ხელით ჩემ და სალანძღავად იწვის. და იმ თან აქეთ პატრიოტობს და რუსეთს აბრალებს ყველაფერს. და თურმე სამხედროების მიზან მიმართული გაშავება მიდის და ვიღაცაები ხვირიან რომ ეს ვიღაცა სერჟანტიო ვიღაცა მომისმინეთ ერთი ვიზია თქვენ სამხედროების გაშავება და სამხედრო ფორმის შეურაცხყოფა ქვეყანაში მიზან მიმართულად რამდენი ხანია ხდება და რამდენი ხანია ხდება თუნდაც დღეს ჯარისკაცო ფასი არა აქვს ქვეყნისთვის და სამშობლოსთვის თუ გინდა 9 ჯერ შეეწირე უამრავი მაგალითი მაგისი რომ ნაბრძოლი სამშობლოსთვის თავდადებული ბიჭებს როგორ ექცევიან და რა დღეში არის ჩაგდებული, მაგრამ ახლა ხდება თქვენ დედამოწნულებო, იმის რა ქვია, სამხედროების შეურაცხყოფა და ახლა ხდება ფორმის შეურაცხყოფა? 2008 წლის ომი ჯერ დამთავრებული რო არ იყო. ჯერ დამთავრებული არ იყო ქვეყანაში საომარი მოქმედებები. შავაძე, ცინდელიანი, ქარდავა თავში რო დააჭედეს ტყვეები და ზღვაში რო გადაყარეს. იმათ, ვისაც თქვენ ახლა ტრაქში უზრებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თქვენ ყოფილ მთავარსარდალს და გოგავას და აი ამ სირებს, აი ამათ, რომლებმაც მართლა სამშობლოსთვის თავდადებული ბიჭებს რა გაუკეთეს. ამაზე კითხვა არ ისმება. კრიალაშვილის საქმე და სხვა საქმეები, რომელიც ვითომ მუხროვანის ამბოხი რო იყო და ხალხი ჩახოცეს სამშობლოსთვის მომსახურე პატრიოტი ხალხი, მუხროვანის ამბოხზე, მაშინ არ მიდიოდა სამხედროების შეურაცხყოფა. გმირთა მოედანზე, ბიჭო, გმირთა მოედანზე. რომ ისა ოშიმშილეო 22 ლარიანი ვეტერანები ცემა თქვენმა ხვადაგმა, ახვარმა, საყში 2011 წლის 2-3 იანვარი.
როცა შემშილობდნენ, იმიტომ რომ საარსებო არ ქონდა ამ ხალხს დარჩენილი. მაშინ თქვენი დედის ტყუნაში იყავ. ასეთ შემიძლია ჩამოგითვალოთ ასობით, თუ 1000-ობით არა შემთხვევა. ახლა გაგიჩნდათ ისა რა ქვია რუსეთი და რუსეთის მიმართ ზიზღი თუ სერგო თეთრაძის მიმართ სამშობლოს ხალათს რო აბრალებდნენ. ვაშკაცკაც და მოკლეს სემაში და წამებაში, მაშინ სად დედის ტყუნაში იყო თქვენი ღირსება, მუნდირის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, რუსეთი ოკუპა. მაშინ სად იყო ეს ყველაფერი? მაშინ არ გაგაჩნდათ ეს ღირსება? მაშინ არ გამოგდით ამ ყველა გმირი გოგავები და ესენი რო იყვნენ, გენშტაბის უფროსები, ესა რა ქვია, თავდაცვის მინისტრები და ასე შემდეგ. მაშინ არ გქონდათ ხო ესა? და ახლა გამომიჩნდნენ ეს რა ქვია დიდი თავდადებული სამშობლოსთვის თავდადებული ბიჭები, იმას რა და გოგოები და ფორმას იხდის ზოგიერთი და ზოგი ძუძუებს იგლიჯავს და ზოგი იმაშვება და ღირსებს. სადაგავ ბიჭო თქვენ ღირსებს. სადაგავ ბიჭო ნაცებს საერთოდ ან ქოცებს ვინ მოგწავ ღირსება თქვენ დედა შევეცი. ვინ მოგწავ ღირსება? თქვენ ხართ უღირსი, თავმოყვარეო ადამიანები, რომლების მთავარი მიზანიც არის საკუთარი სამშობლო გაყიდოთ, გაანადგუროთ და იჯდეთ წამზე. და იძახოთ შიგ უკნიდან ევროპაში გვინდა. და რაც შეეხება იმას, რომ აი ეს ცირკს რო დგამენ ეს ნაცები და ქოცები და ეს ქოცები რო იძახიან, ჩვენ დავამარცხეთ რუსეთის სტრასბურგში, ჰააგაში. ვის რა ჩემს სირად უნდა თქვენი ჰააგა, ბიჭო. ვის რა ჩემს სირად უნდა თქვენი ჰააგა კლოუნადა, რომელსაც არც შეერთებული შტატები აღიარებს, არც ჩინეთი აღიარებს, არც რუსეთი აღიარებს და არც ერთი ისეთი ქვეყანა, რომელსაც თავისი სიტყვა ეთქმის, არც თურქეთი და არც ის. რაძალა იმას. რაძალა ეს ერთი. მერე და მეორე. სტრასბურგში მოვიგეთ. რომელ სტრასბურგში მოიგეთ, ისა რა ქვია, გარჩევა. სტრასბურგში რომლის წევრის რუსეთი აღარაა, ხო? რომლის წევრიც არაა რუსეთი. რა თქმა უნდა, ახლა მოიგებდით, კაცო. ეგ ისი არის, რომ თამაშის დროს რო ფეხბურთის სტადიონზე მოთამაში არ გამოგიცხადდება და 3-0 ტექნიკური ის გეთვლება, რა ქვია. როცა იყო რუსეთი სტრასბურგის წევრი. როცა იყო რუსეთი სტრასბურგის წევრი. თქვენი ხელით არ მოაწერეთ, თქვენ არ მოაწერეთ, აი საქართველოს მხარემ არ მოაწერა ხელი, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. არ მოაწერეთ? არ მოაწერეთ კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვას ხელი? მე ვარ არასწორი? მე ისე შენ ახლა როგორ გაგინო ახლა გამზდელი საქვეყნოდ რა. არ მოაწერეთ ხელი თქვენ ამას თქვენ დედა შევეცი მე. თქვენმა ევროკავშირმა არ გაგამწყუნა თქვენივე მოწვეულმა ტალიავინის მისიამ, რომ თქვენ დაიწყეთ ეგ უბედურება? გაეროს სასამართლო, რომელშიც საქართველოს და ქართველების ეთნიკური დევნა იქნა განხორციელებული. არ წააგეთ ეს სასამართლო? გაეროში? არ იყო ასე? რას იბოლეთ ბიჭო თავს? გინდა ნაცი და გინდა ქოცი, რომელი სამართლებრივი დავები თქვენ მოიგეთ და რომელი რამე თქვენ გააკეთეთ. გამოდიხართ აქ და დადგმული გაქვთ ცირკი. იმის მაგივრად რომ პასუხი მოთხოვოთ, მართლა რეალურად. არაფერი არ იქნება ხალხო, ესა კლოუნადა. და ეს ჭირდებათ ქოცებს უბრალოდ საზოგადოებრივი განწყობების შესაქმნელად. საქართველოში ვაი და ვითომ ვიღაცა სამართლდება. ვინ სამართლდება, ბიჭო? ვინ სამართლდება? ვინ? ეხლა ამოგიხრით 1000 ბინძურეს, რომელიც აი ეს ერთ-ერთი გეკითხებით. იმას რა სამართლებთ, რა ქვია, გოგავები და ეგენ როქო. ერთ ნიკოლაიშვილი სად აქვს? გენერალური შტაბის უფროსი, ვინც იყო, ვინც კოდორის ოპერაცია ჩაატარა. რატო არ იბარებთ? რომლის ხელითაც განხორციელდა კოდორის ხეობის ოპერაცია. რატო არ ახსენებს არავინ იმას, რომ კოდორის გადაბარებამდე ამერიკის ატაშე იყო ჩასული სოხუმში და მოლაპარაკება იყო პირდაპირ 6 აგვისტოს და სხვა უამრავი 1000 ბინძურე, რომელსაც ეს აისბერგის წვერიც არაა, ხალხო. ეს არის აისბერგის წვერის, როგორ გითხრათ, იცით? აი რაღაცა კარიკატურა, დადგმული, რომ საზოგადოება და დაატერორონ და დააშტერონ და აი ჩვენ რა მაგრები ვართ და უკან არ მობრუნდება. სინამდვილეში ამას რეალურად რაც ამას ჭირდება, არ ჭირდება ამას გახსნილი სასამართლო, იმიტომ იმდენი ღალატია მომხდარი და იმდენი ქვეყნის სპეცსამსახურებია ამ ყველაფერში გარეული. იმზარმა თქვა მისი არ იყოს პასუხი ყველამ უნდა აგოს სამხედრო არ შეიძლება დეზერტირი გახდეს და სამხედრო არ შეიძლება სამშობლოს უღალატოს, უამრავი მოღალატე ფორმიანი არის. იყო და არის.
ერთი იმ სამხედროებს მინდათ კითხოთ. იმ სამხედროებს მინდათ კითხოთ 11-12-ის ღამეს. 11-12-ის ღამეს გენერალი გოგავა გენშტაბის უფროსი რო იყო. ჯერ ომი რო იყო ქვეყანაში და თბილისში იარაღის დაყრას რო გთხოვდნენ გენერალური შტაბის ოფიცრები. ეს როგორი იყო? და რო დააყრევიეს ხალხს იარაღი და მე ეს ხალხი ციხეში ჩაყარეს და სამშობლოს ღალატს უაბრალებდნენ. რომელი ერთი ჩამოგითვალა? ან თქვენ სადახართ? ბიჭო, ახლა ან ეს ხალხი სადახართ? ნაცებმა ათობით და ასობით რო დაგიჭირა თავის დროზე და სამშობლოს ღალატს ომის წაგებას რო გაბრალებდნენ. მათ გაცემულ ბრძანებაზე ახლა თქვენ არ გეყოთ, იცი არც ჭკუა, არც საბრძოლო სულისკვეთება, რომ ვიღაცის ნაბრძანებზე ქვეყანაში ომი იყო და იარაღი არ დაგეგდო. აი ეს მოგივიდათ, ზოგს გამოუცდელობით მოუვიდა, ზოგს შიშით მოუვიდა, ზოგს რითი მოუვიდა. ახლა სადაა? და ციხეებში რო შეკყარეს და ომის წაგებას რო გაბრალებდნენ. მაშინ არ იყო ღირსება მუნდირის შელახული? რატო არ გინდათ ეს სიმართლე? ვინ დაუბრუნა? ბიძინა ივანიშვილმა დაუბრუნა და ქოჩებმა დაუბრუნეს ღირსება საქართველოს და მე იმ ქვეყნის აი გოგა ხაინდრავას დასაბრუნებელი რო ექნება, ბიჭო და ბიძინა ივანიშვილის დასაბრუნებელი რო ექნება ქართველ ადამიანს, ხის რა? თუ ისეთ ადამიანს მე ჩათალახებს, ნაძირლებს, მათხოვებს, გამყიდველებს და მოღალატებს ამგვარი ქვეყნის. დგიხართ ახლა და ამ კლოუნადას უყურე. გამოსული იყო ეგ ემზარი 1000 ფაქტიდან ისტორიიდან. ერთი რომელიმე რატო არ იძიეთ? იმას კაცი პირდაპირ გეუბნება, რომ აგის ღმერთი არ იქნა. სოროსის დავალები შემოიყვანეს ჩეჩენი მებრძოლები, რომლებსაც დაავალეს საერთაშორისო მეთვალყურეების ჩამოგდება. ეს ხურსით როგორ ტარდება? ეს ხო მარტო პატარა დანაშაული კი არა. ეს ისეთ დანაშაული კი არა, ჩემო კარგებო. ისეთ დანაშაული კი არა, რომ რაღაცა მოხდა. საერთაშორისო დანაშაულია. გაეროს ოფიცრების მიმართ ტერორისტული აქტის მოწყობა. რატო არ იძიეთ ამას? ახლა რამდენადაც კიდე ღია ეთერში ერთი 2 საათს რო აძლევთ ამდენი უბედურების გადამტან ადამიანს და ყვება და ზოგი ასე იძახის, მერე ზოგი ისე იძახის და ზოგი ასე ხდება. რა ხდება ამ ფაქტებზე რა? და ხალხი სამართლიანად ზვამს კითხვას, კაი, გასაგებია ხო ამ? ერთი 90-იანების გამოძიება, ერთი ხუინდრავას მოქმედებები, სხვისი მოქმედებები. ამ ცირკს როცა დგამთ და რო არ ხვევთ ამას, რომ თურმე სახალხო სასამართლო, რა აქ ამ სახალხო სასამართლოსთან საქმე. რა აქ საერთო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სირცხვილია ეს ყველაფერი და სიკვდილია. და უთავმოყარეო ხალხი ამასაც შეიქცენს და შერჩენილი აქვს ძალიან ბევრს ყველაფერი. ღმერთო დააგოლოცე ბატონი ბიძინა. ახლა გაიგეს თურმე რომ ისა რა ქვია ციხეებში ახლა ხდებოდა თურმე წამება და ახლა გაიგეს თურმე რომ ისა რა ქვია აგერ რა ქვია მას ხაზარაძე და ესენი საკუთარი ბანკით იმას გადაფორმებს და რამდენი ადამიანი ყავს ბიჭო გაუბედურებული. 50,000 გადაიხადა ხაზარაძემ და გაძვრა რა პრობლემაა? აი როდენდე გინდა ამ თუ არ მივა ვინმე დაკითხვაზე ხო რომ მივიდეს ვინმე არ მივიდეს ან ახლა უბრალო ადამიანი რო არ მივიდეს მაგ დაკითხვაზე ხო? და 50,000 კი არა ციხეში ამოალბო. და აი ხაზარაძეს კაციშვილი არ ამოალბოს ციხეში. იმიტომ რომ პოლიტიკოსია და პოლიტიკურ ამბებში. კლოუნადა და ეგ ზღაპრები დედათქვენებს დაუდგით, აიგეთ? დედათქვენებს დაუდგით. თქვენი დედა შევეცი მე სამხედროები არ ახართო და სამხედრო ტერმინოლოგიაზეო რა ლაპარაკი იურისტები ხო ხართ დედა მოწყნულები რო გკითხოთ ორი ჩემ ხელა დიპლომები გაქვს ჩამოკიდებული და დაიწყებთ იურისტები თუ ხართ იურიდიული მხრით ამდენი ხანი დანაშაულს ვაფარებთ ამდენ საერთაშორისო დანაშაულსაც ვაფარებთ დღესაც ხეს ამას რა ქვია კლოუნა და ქვია ცირკი ქვია და დღემდე არის ის ნორმალური თვალით ამ ყველაფერს რო შეხედო, საქართველოს დღემდე რჩება იმ ქვეყნად, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა, და რა მნიშვნელობა ჩეჩნების ხელით მოხდა, ქართველების ხელით მოხდა, თუ ვის ხელით მოხდა, რომელსაც დღემდე არავინ იწიებს. და არავის არა გამოძიებული და არავის არა სახელი დარქმეული. მიუხედავად იმისა, აგერ აღარ მტკიცებულება. სოროსის ფონდის და სხვა ნაგვების მიერ ჩეჩენი მებრძოლების დაფინანსება. ისევე როგორც სამშვიდობო ჯარების სტატუსს რო ატარებდნენ რუსები ომის დაწყების მომენტში
ომის დაწყების მომენტში და სტატუსი არ იყო მოხსნილი და სამშვიდობო ძალები იქნა დაბომბილი ქართული შეიარაღებული ძალების მხრიდან, ესეც საერთაშორისო დანაშაულია. იმიტომ რომ სამშვიდობო ჯარების მანდატი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით დაწერილი. ასია ეს და თქვენ თუ დებილები ხართ და ჩოლუნგები ხართ და ავადმყოფები ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაც ავადმყოფი და დებილი და ჩოლუნგია. ხო, ასია ეს. და ამტყდარი არის ეს კლოუნა და რომ ეს ზედაპირულად ჩატარდა. ჩვენ ვნახეთ რა არის ნაციონალური მოძრაობა. მე ამდენი ხანი რატო აპარებთ ეს? აი ამ უბედურებასთან აქვს საქართველოს და ქართველის საქმე და აი ამ უბედურებას აბრალებენ, რომ თურმე ეს უბედურება მარტო ნაციონალური მოძრაობის ესაა, რა ქვია, ხელწერაა თურმე. ალბათონო სამხედრო პროკურატურა რომ ჩაერთოს გამოძიებაში, სამხედროების დანაშაულის გამოძიებაში, ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამხედრო პროკურატურა. სამხედრო პროკურატურა უნდა არსებობდეს, რომელიც არ არსებობს. არ არსებობს. ცნება არ არის. არ არსებობს ეს ინსტიტუტი საქართველოში. ისევ როგორც სხვა ბევრი რამე არ არსებობს. რომელ სამხედრო პროკურატურაზე არის საუბარი, როდესაც გენერალი გოგავა პოლიციელი იყო გაასამხედრო ეს სამი იმით, რა ქვია, წლით და გენერალი გახადეს. და მე ისევ ეს გააპოლიციელეს. რომელ სამხედრო პროკურატურაზე საუბარი. ომი რომელიც გამოაცხადეს და 8-ში დაიწყო, სინამდვილეში 9-ში გამოაცხადეს. და 10-ში შეწყო ომის ბრძოლის შეწყვეტას მოაწერეს ხელი და შეატოვეს სასაკლაოს. ამას არავინ, ამის დაშიფრული ბრძანებები, ამის არ არსებობს. მომტკიცებულებად იდოს. ტელეფონზე დაურეკეს. ახ დამირეკავს მე ვინმე ტელეფონზე და ვოკალი კაცი. დავალ მოკლავ კაც. დაახლოებით ასეთ ვარიანტს იძლევია. იქნება სულ არ დაურეკიებ სააკაშვილის კაცო იმღაც. სხვამდარეკა სააკაშვილის. და ნომრი, თანამედროვე პერიოდია. თქვენ კი არა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს წერილ რუსეთს. და ვინ დაიწყო ომი, კიდე ეს ატრიალებენ, რომ ვინ დაიწყო ომი და ომი როგორ დაიწყო და საქართველოს მის ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყო. თქვენ ბიჭო, შიკუ არა მართლა. სააკაშვილს აქვს მისი პირით ნაღიარება. მე დავიწყე, მე მოვახდინე, მე დავიკავე, აგერ ჩანაწერს ავტვირთავ. 8 ღამეს რა ხდებოდა, როგორ აცხადებდა. თქვენ ბიჭო, მართლა სირები ხართ, დედა მოწყვლილი შვილებო? ყველამ თქვენ გაგამთხულა. ყველამ თქვენ გაგამთხულა. ომის დაწყება. ომის საერთოდ არ ყოფილა, რო იცოდეთ ისე რა, ფურცელზე. რუსეთის მხრიდან ყოველ შემთხვევაში. არც საქართველოს მხრიდან ყოფილა ომი. საომარი მდგომარეობა იქნა გამოცხადებული, თუ არა, ომი არ ყოფილა გამოცხადებული. ისევე როგორც დღეს უკრაინა რუსეთის კონფლიქტი ომი არაა გამოცხადებული, არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან. ერთი მხრიდან არის ანტიტერორისტული ოპერაცია, მეორე მხრიდან არის SVO. სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ძალიან ერკვევით თქვენ სამხედრო ტერმინოლოგიაში, ხოიც? და ძალიან ბევრი რაღაცა გესმით. რომელი ომი იქნა დაწყებული? ომი რომელიც არ არსებობდა? მაჩვენეთ დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს ომის გამოცხადების შესახებ, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, არ ვამბობ. რუსეთ-საქართველოს ომის გამოცხადების შესახებ. მაჩვენეთ ფაქსი, მაჩვენეთ ოფიციალური მტკიცებულება იმისი, რომ საქართველოს რუსეთის ომი ოფიციალურად ომი იყო. კონფლიქტს და ომს შორის დიდი სხვაობა. არც რუსებს გამოუცხადებიათ ომი საქართველოსთვის. იმ ოპერაციას დაარქვეს საქართველოში იძულებითი მშვიდობის დამყარების ოპერაცია. ომი არ დაურქმევიათ იმათ, რომელი ომის დაწყებაზე გავლაპარაკეთ. თუ ტერმინოლოგიით კიდაც საუბარი. გამეცით პასუხი. ვინ მისცა საბაბი რუსებს დაეწყოთ? ვინ მიწადა სააკაშვილი? სააკაშვილმა, წარმოშობით სომეხმა, მე არაფერს არ ვერჩი, უამრავი სომეხი არის საქართველოსთვის თავდადებული ვენაცვალე მაგარი. ფაქტია, რომელიც მის წარმოშობას მალავს. თავდაცვის მინისტრმა ებრაელმა კი ბატონო, კი რატომ მალავს და ისრაელის დეზერტირმა, რომელიც დღეს ისა ნომერ პირველი მტერია თურმე კოცების და ასევე ამერიკაში ერთი იაკობაშვილის დაკითხვას როდის ამ კონფლიქტების მინისტრმა, ასევე ებრაელმა იაკობაშვილმა. კეზერაშვილმა, აი ამ სამმა დაიწყო ეს ყველაფერი. ერთმა უზარმაზარი ფული იშოვა, მეორემ უზარმაზარი როგორც
იარაღის ვაჭრობიდან და ჩამოწერიდან და ასე შემდეგ, ასევე დონორებიდან და იმიდან და რის უკაცრავად ინტერნეტ ხარვეზი. ხო და მოკლედ ბევრს აღარ გავაგზავნებ, დანარჩენზე ამაზე დეტალურად ვისაუბროთ. ხო და აი ეს სირთა ჯოგს და ამ სირთა ნახირს ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან და მესამე მხრიდან პატარა თვალები გაახილეთ, იზიან რა ხდება? პატარა თვალები გაახილეთ რა. ესაა სიმართლე. და ვინც ახლა გამოვა და კიდე ჩემზე დაიწყებს ლაპარაკს, რომ ეს როგორ, ის როგორ ამას როგორ ამბობს, იმას როგორ. აი წინასწარ გეუბნებით, თქვენ წინ კაბიანებს შევეცი დიდი ან პატარიანად რა. 18 წელზე ვით ვინცა. აი ეგრე. თქვენი მოღალატე დედა მოთხან ყველას.